მოკლედ მეგობრებო, შაბათია დღეს, ეხლა დაახლოებით 10 საათი არის, წავედი მაღაზიაში, მოვიმარაგე ცოტა რაღაცები, რაც მჭირდებოდა ძრავის ამოსაღებად თუ ჩამოსაღებად უფრო სწორად. სიმართლე გითხრათ, მე აქ პირობები საერთოდ არ მაქვს და სრული სიგიჟე არის ამისი ეხლა აქ მოხსნა ძრავის, მაგრამ мотивация პირობები არ მაქვს, მაგრამ мотивация მაქვს ძალიან დიდი. თუ გვიშველის ეს. ეხლა ჯერ ოდნავ აი ასე ავწიე, რადგანაც სანამ მანქანას მთლიანად დავაყენებ ისევ ამ წეზე, აი აქ ქვემოდან შემდეგ აი ასეთ ამ წეზე ეს ადგილები დაიფარება. საფარი მოხსენია, აი აგერა წყვია, როგორც ხედავთ. და ეხლა უნდა გადავწყვიტო, რას გავაკეთებ ჰიდრავლიკის მილებთან, რადგანაც ეს ჰიდრავლიკის მილები ზემოთ მიდის, ერთი შეგვიძლია აქ ჩავხსნათ, აი ეს შემიძლია ჩავხსნა ზემოთ, ხოლო ეს აქ უნდა ჩავხსნა, რომ შემდეგ პრობლემა არ შემექმნას, ამიტომ ეხლა გადავწყვეტ, ეხლა დავკიდებ ამას ძირს ქვემოთ თუ შემდეგ. მოკლედ, ყველა ვარიანტში აქედან უნდა მოვაშორო და შემდეგ უნდა გადავწყვიტო თუ როგორ დავაყენებ მანქანას აქ, ცოტა მინდა უფრო ამაღლებულზე ავიყვანო ხეებზე. აი ახლა აწეული მაქვს მანქანა, ეს საფარები მოხსნილი არის, აი აქ ცოტა კიდევ ადგილი მოვიგე, იმასთან შედარებით, ცოტა წამოუწიე ეს მხარე, დანარჩენი. რასაც ახლა შევხედე, რაც ყველაზე მთავარი იქნება ძრავის ჩამოსაღებად, აი აქ რომ ადგილი მეყოს აი ამასა და ძრავს შორის, რომ ძრავი აქ ჩამოვიდეს, ჩაეტიოს. აქეთ გვექნება პრობლემა, მძღოლის მხარეს აი ეს ადგილი ცოტათი უფრო გამოწეული არის. მაშინ მანქანა უნდა გადმომეწია, მაგრამ ეხლა რაც ვიწვალე მე, ამის დაყენებაში თან არ მინდა ხა ბევრჯერ ამის დაქოქვა, მარტო ვერ გავაგორე, ამაზე ვერ ამოვიყვანე. აქეთ უნდა ჩამოვიდეს, პრობლემა არ არის, ეს ბაბინებს მოხსნი და უნდა ჩამოვიდეს აქ. დანარჩენი აქ ხო ჩამოვა, ყველა ვარიანტში ჩვენ სადღაც აი ამ ადგილას უნდა დავუდოთ ეს პალეტი რა. ეხლა აი ვიყიდე რაღაცა, ვიყავი წასული სამშენებლო მაღაზიაში და ამას აწერია, რომ თითო უძლებს 50 კილოს, მე მგონი ხო? სად იყო? 50 კილოს უძლებს თითო. ანუ 4-ზე რო გადანაწილდება, სადღაც 200 კილო უნდა დაიჭიროს. თუ არა და აქ კიდე მაქვს აი ასეთი. ამასაც 200 კილო აწერია. და ვნახოთ რაღაცნაირად უნდა ჩამოვიღოთ. ამ წუთას რაც ჩანს კიდევ პრობლემა, აი აქ თუ ჩაეტევა, თუ არა და ის ბორბლებზე რო იქნება, შეგვიძლია ცოტა ვამოძრავოთ. პრობლემა შემდეგ იქნება ყველაზე დიდი, როდესაც ქვემოთ ჩამოვწევ მანქანას პალეტზე, უნდა დავდო მატორი და ბოლო-ბოლტები, რომელიც იქნება უკვე, რომელითაც ჩამოვარდება ძრავი და გადაცემათა კოლოფი, მაშინ ქვემოდან შევძვრები თუ არა, რა შევძლებ თუ არა მისვლას. მაგრამ საქმე გვაჩვენებს რა ნელ-ნელა, ახლა ასე აზრი არ აქვს საუბარს. ეხლა მოვაშორო უნდა ზედმეტი რაღაცები, აქ ძალიან ბევრი იქნება დასაშლელი, მაგრამ ჯერ მაყოჩი უნდა მოხსნათ, საფარი უნდა მოხსნათ, სტაბილიზატორი უნდა მოხსნათ და რაღაცეები და შემდეგ უკვე მანქანას ჩამოვწეთ, რომ ისე გავაკეთოთ, რომ მატორი გამოჩნდეს ზემოდან. ნახეთ მეგობრებო, გამოვაცალე გულღვიძლი პორშეს, რომ მომეხსნა აი ეს მაყოჩი, ამისათვის დამჭირდა უკანა ბამპერის მოხსნა, მოხსენი ბამპერი, ჯერ ბამპერს ვერ ვხსნიდი, 911-ზე საერთოდ უკანა შუქები არის ხოლმე, სტოპები მოსახსნელი, ამიტომ მოხსენი უკანა სტოპი და აქ არანაირი სამაგრი არ ქონდა. ამიტომ თუ თქვენ მაგალითად გექნებათ მოსახსნელი იგივე მოდელზე, გეცოდნებათ რომ აქ არაფერი არ არის სამაგრი. შემდეგ დავაკვირდი კარგად და აი აქ იყო სამი სამაგრი, მაგრამ ეს რომ ნახოთ, სპოილერი მაღლა უნდა ამოწიოთ. ამოწიე სპოილერი მაღლა, მაგრამ მაინც არა გაქვს ამასთან მისასვლელი გზა. ამიტომ სპოილერს კლიპსები აქვს, ისინი დავშალე და
აი ეს სამი ცალი მოუშვი, შევძელი უკვე უკანაში ტოკის მოხსნა. მოხსენი ახლა მაყუჩი, ეს საფარებიც უნდა მოხსნათ გვერდებზე, ესეც უნდა მოხსნათ, ეს ბალკა აგერაგდია და ახლა არის აქ ჩემთან სრული ქაოსი, სრული საღვარი. ახლა შემდეგი ნაბიჯი ჩემი რაც იქნება, აქ ყველაფერი უნდა გავასუფთავო, ხელსაწყოები ყველაფერი უნდა ავიღო. ცოტა ადგილი უნდა გავითავისუფლო აქ გარაჟში, თავისი ადგილი მიუჩინო ამ უკანაში ტოქს, რომ აქ ადგილი გქონდეს, მაყუჩი ცალკე უნდა დავდო, ყველაფერი აბსოლუტურად უნდა ავიღო, ბოლტები, ეს ის რაღაცა, რომ შემდეგ არ ვეძებო ეს ამ უკანასტობსაც ჩავსვა თავის ადგილას, რომ საღვარი არ იყოს აქ, თორემ ასე მუშაობა არ შემიძლია. და შემდეგ უკვე გადავინაცვლებ ისევ ძრავთან. მოკლედ მეგობრებო, რა ეტაპზე ვარ, დაახლოებით 4 საათი გავიდა უკვე. მართალია ბევრჯერ ვიღაცები მოვიდნენ, ხელი შემიშალეს, ხან რა უნდა თავიანთი მანქანების გაკეთება, ხან რაღაცას მთხოვენ ხელსაწყოს ეს ის და მოკლედ ამაში ძალიან ბევრი დრო მიდის. ეხლა რა ეტაპზეც ვართ, აი ეს რკინა, ეს სამაგრო ქვემოდან მოხსნილია, გადაცემათა კოლოფიდან ეს ტროსები მოხსნილი არის. ყუმბარები ორივე მხარეს მოხსნილია, ზეთი ჩამოვასხი, წყალი ჩამოვასხი, გამაგრილებელი სითხე დაახლოებით 20 თუ 25 ლიტრი ჩადის შიგნით და ძალიან დიდი ხანი ჭირდება წყლის ჩამოსხმას. მილები ჩახსნილი მაქვს ყველა, ბენზინის მილები ჩავხსენი, გადაცემათა კოლოფიდან სითხის მილი ჩავხსენი, მოხვედი მათე? კიდევ კაი შენ მოხვედი, თორემ ერთი წამით ვიდეოს ვიღებ მათემატიკაზე, ბენზინის მილები მაქვს აქედან ჩახსნილი და სავარაუდოდ ერთი მილი კიდე რაც დამრჩა ჩასახსნელი, ეს არის საჭის მექანიზმის სითხის ჰიდრაულიკის, აი ეს უნდა ჩავხსნა და ეხლა გადავალ ზემოთ ალბათ ჩამოვწევ უკვე მანქანას, კაბრიოლეტის თავსახური უნდა გადავწიო, ძალიან დავიღალე უკვე, თან ავადავარ, გაციებული ვარ, არ ვიცი სიცხე მაქვს თუ არა, ისედაც იწვის გარეთ ყველაფერი 35 გრადუსია დღეს აქ და მე აი ესეთ იდიოტობას ვაკეთებ. თავს ვიკლავ. თუმცა დრო არ მექნება მერე და მინდა რომ მაქსიმალურად გამოვიყენო დრო. ეხლა ჩამოვწევ, სალონიც უნდა გადავწიოთ, სალონში უნდა მოხსნათ საფარი, რომ მაქსიმალურად მივიდეთ ახლოს ძრავთან. აი ახლა ჩამოვწიე ქვემოთ მანქანა. უნდა გადავწიოთ ზემოდან საფარი, კაბრიოსი. შემდეგ აი აქ აი ეს საფარი აქვს, ასეთი. ამ საფარს რო ამოვიღებთ, კიდევ არის ასე ლუკი, ასე რო თქვათ, დახურული და ამას რო მოხსნით, მას შემდეგ დაინახავთ ძრავს. ძრავი არის ზუსტად სავარძლების უკან. აქეთა მხარეს, როდესაც კიდევ ერთ ხალი ჩასმოხსნით, კიდევ ერთი საფარი აქვს და აი ამ დონეზე შეგვიძლია გავხსნათ. თქვათ და მაგალითად, როდესაც ღვედის შეცვლა გინდათ, რომელიმე აი ეს ეგრეთ წოდებული როლიკები რაც არის, როდესაც პაჩებნიკები ხმაურობს, ასევე აქედან შეგიძლიათ წყლის პომპასთან მიხვიდეთ. რასთან შეგვიძლია კიდე მივიდეთ? დინამოსთან შეგვიძლია, ასევე ჰიდრავლიკის პომპასთან და კონდიციონერის კომპრესორთან. ეხლა უნდა მოხსნა ეს ღვედი, კონდიციონერის კომპრესორი უნდა მოხსნა, იმიტომ რომ აქ რო დარჩეს, როდესაც ძრავს ქვემოთ ჩამოვწევთ. ასევე გადაცემათა კოლოფის აი ეს ტროსებიც მოხსნილი არის და ზემოთ მაქვს აწეული. ეხლა ასევე
ისიც დარჩება ჰაერის ფილტრის ჩარჩო, ამიტომ უნდა მოხსნათ აი აქ დროსელზე ეს მილიც და შემდეგ კიდევ შევხედავ, მე მგონი აი ეს მილიც მოსახსნელია, ესეც უნდა მოიხსნას. და ვნახოთ რა იქნება, მე მომზადებულიც კი არა მაქვს, ჯერ ჩამოსაწევი მანქანის ქვემოდან პალეტი, პატარა ის ბორბლები ვიყიდე და რო დავუყენო. მოკლედ ჯერ აქ ჩავხსნი და მე ვნახოთ რა გამოვა. მეტნაკლებად მეგობრებო, ყველაფერი მოვაშორე, კლიმაკომპრესორი, კონდიციონერის აი ასე ჩახსნილი არის, აქედან როცა ცოტას დავუშვებ, მე გამოვაძრენ, თორე ისე ვერ გამომაქვს, მინუსი ჩავხსენი იქედან, კიდევ მილი ჩავხსენი, საჰაერო, აი აქ ესა კომპრესორის, კონდიციონერის კაბელი ჩავხსენი, აი ესეც ჩასახსნელი იყო, აი ეს მილიც, ესეც ჩახსნელი მაქვს. დროსელიც მოხსნილია, ზეთის შუპიც მოხსნილი არის, აი ეს მილიც მოხსენი. მე ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი მოხსენი, როდესაც ქვემოთ დავუშვებ, უკვე მე გადავწყვეტ ამის ამბავს, რომ აქეთ გადამოუწიო და აქ დარჩეს. ხოლო აი ეს მილი მიქმნის ახლა პრობლემას ჰიდრავლიკის. ან ქვემოთ უნდა ჩახსნე, ქვემოთ ცოტა პრობლემურია ამ ადგილას არის. ვფიქრობ, რომ აქ ხომ არ გამოვაძრო მეთქი. ეხლა უნდა გადავინაცვლო აქ, ამას დავტოვებ, საერთოდ პორში ამბობს, რომ ეს უნდა ჩახსნათ და ქვემოთ ჩავამთლიანად. ამის ჩახსნა ახლა ქვემოთ რო ჩავიდეს, ან გადატეხავ, ან რაღაც აგერ არის ეს შუპი მოხსნილი და ზემოთ დარჩება და მორჩა რა, რომ არ გადავტეხო. აქ თითოეული გადატეხილი რაღაც ძალიან ძვირი ღირს რას ყველაფერი და ამიტომ უნდა გაურთხილდე. აქ ახლა აი ეს უნდა ჩავხსნათ ეს ისინიც. მართვის ბლოკიდან ბოშის უყენია, როგორც ხედავთ. ეს ყველაფერი უნდა ჩავხსნა. ამასაც მოვხსნი. და ეს ყველაფერი მე უნდა გავაძვრინოთ აქ, რომ ძრავთან ერთად ჩავიდეს ქვემოთ. აი ასე. აი ასე ესენი ამოვაძვრინო. აი ასე. ესეც. ამას ახლა ისე ვერ გამოვაძვრე. აი ეს. ეს გადმოვწიეთ და დარჩა მასა. მასასაც ახლა მოვხსნი მასას. წავიესათიანი. აი ასე. და კაბელების ამბავი მეცნება მოგვარებული. აი ასე. მოვაძროთ და ეს 10-იანი ისევ ფუშენ. როგორ თავისი ადგილი იპოვა, ზუსტად ჩაჯდა იქ ის. აი აქ გავუკეთოთ ისევ, რომ არ ვეძებო შემდეგ. კიდევ რაღაცა არის, არა. ეს რაღაცა ღიად იყო დარჩენილი, თუ შუქისაა, შუქისაა, ხო ეს მე წავაძვრე. ეხლა ამას გამოვაძრობ. აი ამ რეზინას. და ამას ჩავუშვებ, ყველაფერს იქეთ დავაგდებ ძრავზე. და შემდეგ უკვე ქვემოთ გადავინაცვლებ. რაღაც სრულ სიგიჟეს ვაკეთებ ხალხო. სხვა გამოსავალი არ მაქვს. ბორბლებიანია ეს, მაგრამ მეშინია რომ არ გადამიყირავდეს, თან იქ უნდა შევძრო. წარმოდგენა. არა მაქვს რას ვაკეთებ, უბრალოდ მინდა რომ თავზე არ დამეცეს რა, თორე ამის დედაც ვატირე. აი ასე. აი ასე იდოს. ეხლა მინდა რომ ჯერ გადაცემათა კოლოფი დავუშვა. რომ მე ჩამოუწიო ძრავი, რომ ასე იდოს. ეხლა დევს რა, წინ ძრავი დევს, ოღონ მოხსნილი არ არის. ერთი ვოლტი გადაცემათა კოლოფის. იყოს მათი აი აქ იდოს ეს იყოს აქ. თავარია თავზე არ დაგვეცეს. შენ გაიწიე. ჩამოიწია. ერთი მხარე ჩამოიწია უკვე. ეხლა მეორე. არ გადმოვარდება წინა იმის იმედი მაქვს, რა ძრავის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ძრავს კარტერი ფართე აქვს და თორე აქ ვიწროა ეს გადაცემა. აი ასე.
ჩამოვარდა. აქ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა რა იქნება, იცი მათ? სიმაღლე, კიდე გვეყოფა ჩვენ სიმაღლე? აი ეს იქ მანქანა რო წავა, გამოვაძრობთ ამ ძრავს? კი, ესე არ არის, კი. სხვა გამოსავალი. ეხლა ნახე, აი ეს. შეხედე? ხედავ, ქანაობს იქეთ. ხა. ხედავ. კარგი ხო რა ქანა, ხა მოიცა ერთი წამით. ეგ რო შევხედოთ. ამის მოხსნას აქ აზრი არ აქვს. თუ პრინციპში აზრი არ აქვს, კი არა, ეს ყველა ვარიანტი შემოსახსნელი აქვს. 13-იანია ესა, თუ რა ჯანდაბა. აი ასე. ვაჰ, ჩემი რა სიცხეა. სადაც 13-იანი. ეცი ერთი. ოპს. მედია ყველაფერი ჩახსნილი გვაქვს ზემოთ და რაღაცას არ მოვაშვით. ხალხო, თუ ეხა ჩამოვარდება და გამწყლიტავს, ჩემი ბოლო ვიდეო იქნება და რა ვიცი. მე ვცდილობდი თქვენთვის რომ იცოდეთ. ეს არ წაიღო მათე ჯერ. მათე. თუ გამწყლიტავს, მამა იცოდე სასტრაფოში დარეკიან საერთოდ. Forçalaga. Opa. Zემოდან ტრია. ვაჰ. ეს არის გაჭირვებული კაცი რო პედულობს სპორტში. სპორტში რო გასაღები უნდა დაუგდო. Servisi da აკეთებ რა. თითი როგორ მეტყვინა რა ჯანმრთელობა. როგორ ფიქრობთ რა ეტაპზე ვარ? აი ასე გამოიყურება ბოქსტერი. როგორც ხეში დიდი ფუღურო. აღარ არის მოტორი. შეგვიძლია შევიდეთ. აქედან აგე სალონში გავიხედოთ. აი, რაც დარჩა. ნაწილები აქედან. აი, თავი დამშავე აგერ არის. მაგრამ მეგობრებო გეტყვით რომ მოვკვდია. კიდევ ღმერთმა გამომიგზავნა ჩემი მეზობელი აი აქ გარაჟის წინ. ერთი ძალიან ჯიგარი კაცი მყავს, რაც ძალიან იშვიათობაა გერმანიაში. და თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა ჩამოღების დროს. ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა, თან ბავშვი მყავდა აქ. ის მეხმარებოდა შორიდან, თითქოს ახლა ბავშვებს უნდა დამხმარებოდა ისე, მაგრამ ძალიან ბევრი დამეხმარა სხვათა შორის.
მე ასეთის მეორეს იდვა მინდოდა ეს 200 კილოს უძლებს მეთქი რო თქვი რაც აწერია მეორე მინდოდა მეტი და მეორე ერთი აქ მეორე იქ თან შევხედე ინტერნეტში რა ეწერა ამას წონა მე ვიტყვი რომ რა ვიცი 500 კილო იქნება მეთქი წონა ეწერა რა ვიცი თითქოს 200 კილოზე მეც არის წოვი მის ამის ძრავიო ბოქსტერის და ერთი 100-150 კილო გადაცემათა კოლოფი მოკლედ ეს გადაწყდა მთლიანად მთელი ეს ბურთული ყველაფერი გამოყარა გადაიღუნა რა თქმა უნდა კი ნაღამ გადაბრუნდა იქეთ ეს ისა მას ყველაფერს ვერ გადავიღებდი და ზუსტად ის კაცი მოვიდა ძალიან დამეხმარა შემდეგ აი ამაზე დავკიდეთ ძრავის ამოსაღებზე ალეტი დაუდეთ და ეხლა დაფიქსირებულია ისე რომ მუშაობა შეიძლება მაგრამ მეგობრებო დღეს მორჩა მკვდარი ვარ ეს პირობები როდესაც გაქვს ახლა ისე სამსახურში ჩემთან რომ გამეკეთებია ჯერ 9:11-ზე ბევრად უფრო სწრაფად იხსნება და სამსახურში ბევრად უფრო სწრაფად მოხსენებს მასე 9:11-ზე ახლა კიდე ერთი კვირის წინაც გავაკეთე მაგრამ ამ შემთხვევაში აქ ასეთ ამ წესზე სიმაღლე იყო საერთოდ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენდა მე მეგონა რომ სიმაღლე არ ეყოფოდა სიმაღლე იყო მაგრამ თან ეთყობა მეც ცუდად ავარ ცოტა სიცხე მაქვს როგორც ვგრძნობ ცუდად უგრძნობ თავს თავბრუმ ეხვევა და ჯობია ალბათ აჯობებს ახლა დროულად წავიდე სახლში თავარი საქმე გაკეთებული არის ეს მოხსნილია აქედან დანარჩენს ვნახავთ შემდეგ ვიდეოში უკვე ძრავის დაშლაში თუ რა ჭირს ძრავს ერთად დღეს კი ვნახეთ პორშედან მოხსნა ძრავის მე დღეს ამით დაგემშვიდობებით ყველას წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო